საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან ერთად შესაძლოა თაფლის ერთიანი ბრენდით გაყიდვა დაიწყოს. ამის შესახებ მეფუტკრეთა გაერთიანებიდან გვაუწყეს. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართული თაფლი აღარ გაიყიდება მხოლოდ ქვეყნის სახელით. ის შეიძლება შევიდეს უფრო დიდ რეგიონულ პროდუქტად, რაც გაზრდის მის ცნობადობას და გაამარტივებს ექსპორტს. განსაკუთრებით მაშინ არის ეს მნიშვნელოვანი, როცა ერთ ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენსავით პატარას, ხშირად არ აქვს საკმარისი მოცულობა დიდი შეკვეთების შესანარჩუნებლად. თუმცა პარალელურად დარგი ქართულ თაფლს გულისხმობ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ეს არის არც მეტი, არც ნაკლები კლიმატი. როგორც მეფუტკრეები გვეუბნებიან, წელს გახანგრძლივებულმა ციუმა გაზაფხულმა უკვე იმოქმედა წარმოებაზე. დაგვიანდა ყვავილობა, შემცირდა ნექტრის გამოყოფა და ფუტკრის ოჯახის განვითარება შეფერხებულია. შედეგად მოსალოდნელია თაფლის მოსავლის შემცირება და წარმოების ხარჯის გაზრდა. ეკონომიკური ანალიზიც გვაჩვენებს, რომ ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ შედარებით მაღალი ფასით პოზიციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი უკვე გვაქვს, თუმცა მასშტაბი და სტაბილური მიწოდება გრჩება გამოწვევად. გადაულახავ პრობლემად. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერთიანი ბრენდის შექმნა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად დარგი შეძლებს კლიმატურ რისკებთან ადაპტაციას, წარმოების გაზრდას და ხარისხის ერთიანი სტანდარტების შენარჩუნებას, დაცვას. რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ თაფლის ერთიანი ბრენდი რეგიონულ ჭრილში არის არა მხოლოდ მარკეტინგული ნაბიჯი, არამედ ერთგვარი ტესტიც, რამდენად მზად არის რეგიონი, მათ შორის საქართველო, ერთიანად უპასუხოს როგორც ბაზრის მოთხოვნებს, ისე კლიმატის გამოწვევებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შესაძლებლობას ადგილობრივი წარმოება კარგად გამოიყენებს და მეტი შემოსავლის მობილიზებას შეძლებს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მეფუტკრეებს.